მეზღაპრე სამი გოჭის ამბის თხრობას იწყებს იმისთვის, რომ პატარა მაყურებლები განახლებული თოჯინური სპექტაკლის უშუალო მონაწილეები გახადოს, რომ წარმოდგენა, რომელშიც არაერთ საყვარელ პერსონაჟს ნახავენ, კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს მათთვის. ზესტაფონის თოჯინების თეატრის რეჟისორი ამბობს, რომ ისინი ყველა პატარას მისცემენ საყვარელი ზღაპრის ახალი ვერსიის ნახვის შესაძლებლობას, რომელიც სავსეა მხატვრული ელემენტებით, იუმორით, სიყვარულით, სიკეთითა და რა თქმა უნდა მეგობრობით, რომელიც ძლიერია და ბოროტებაზე გამარჯვების საწინდარია. მოგვენატრა ჩვენი პატარები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მცირე პაუზა გქონდა, მაგრამ მაინც პრემიერისთვის ვემზადებოდით და ხვალ არის პრემიერა 4 აპრილს და საათს არ თქვენ იცით რომ ჩვენ არ გეგმავთ ესე და ეტაპობრივად ისევ და ისევ გავიმეორებთ რომ ყველა სკოლა და ყველა ბაღი მოახერხებს ამ სპექტაკლის ნახვას, ოღონდ ეს იქნება ეტაპობრივად, რა თქმა უნდა. და ეს არის პრემიერა სამი გოჭი. არ არის ახლა ესეთი სპექტაკლი ჩვენ ყველამ ვიცით ამ სამ გოჭის ზღაპარზე ვართ ჩვენ ყველანი გაზრდილები, მაგრამ ეს არის განახლებული ვერსია. ამბავი ისევ ნიფნიფი, ნაფნაფი, ნუფნუფი. პრემიერა ხვალ. პერსონაჟები არის სამი გოჭი, გელი და სიახლეა ის რომ ზღაპარს ყვება ავტორი, მეზღაპრე, ასე რომ ვთქვათ, გამოდის წინ ავანსცენაზე, მსახიობი დაიწყებს ზღაპრის მოყოლას და გააგრძელებენ ჩვენი გოჭები, ბოროტი, მგელი ყოველთვის ბოროტს თამაშობს, ჩვენ როგორც ვიცით, მაგრამ ეხლაც ბოროტს თამაშობს. მაგრამ ჩვენი პატარების დახმარებით და მეზღაპრის დახმარებით ჩვენ ვშველით და უნდა უშველოთ სამ გოჭს ერთად ყველანი. საინტერესო სპექტაკლია. ხო, ზღაპარი ბავშვებისთვის ახლა სამი გოჭი ალბათ ყველა მიცის, რა თქმა უნდა, ისეთი ძიერი ბავშვები გყავს, ბავშვიდაც, სკოლაშიდაც, მაგრამ ცოტა რაღაც ინტერპრეტაციები არის შეტანილი, იმიტომ რომ თხრობელია, გაფორმებულია ბავშვებში იმოძრავეს თხრობელი და უფრო საინტერესო იქნება და ახალი თოჯინებია, ახალი გოჭუნები გყავს და ფერადი სამყარო ელოდება ჩვენს პატარებს. და ბოლო-ბოლო მორჯულდება შენი პერსონაჟი მგელი? ხო არა, მორჯულებით არა, მაგრამ ისეთ ოინს შეუტარებენ გოჭები, რომ ბოლოში მაინც მორჯულებული გამოდის, ასე რომ ვთქვათ, რომ გარბის ტყეში და გოჭები ისევ აგრძელებენ ცხოვრებას.